პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 2009-2013 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე დადებული საიდუმლოების გრიფის მოხსნის გაჭიანურების გამოსაყვედურობს. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის დამატებითი ბრალი სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით წარუდგინა. საიდუმლო ხარჯებზე იყო გრიფის საიდუმლოს მოხსნის თაობაზე მოთხოვნა. ჯობია ალბათ რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს კითხოთ რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფის საიდუმლოს მოხსნას. ეს ძალიან მარტივი პროცედურაა ზოგადად და მით უმეტეს ჩვენთვის ყველა თითოეულ მოქალაქისთვის ეს იყო ნაცნობი რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. პრემიერს რამდენიმე საათში პრეზიდენტმა უპასუხა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მსგავს მითითებებს პრეზიდენტს ვერავინ მისცემს. საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის კანონით დაგეგმილ ვადაში 5 წუთი იფიქროს თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა ქონდეს, რომ დააჩქარო ეს გადაწყვეტილება. 9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა წინა ხელისუფლების, რომ მათ არ იცოდნენ სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულებები და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა. ასე რომ საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდა სწორი და ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი. იმედია დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა. პრემიერი პრეზიდენტის დასამცირებლად საბაბს ეძებს. ასე აფასებენ ღარიბაშვილის საყვედურს საპარლამენტო უმცირესობის წევრები. უმრავლესობაში კი პრობლემად არ მიაჩნიათ ის, რომ როგორც თავად ამბობენ, პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთის მიმართ შენიშვნებს არ ერიდებიან. იმის მაგევრად, რომ პრეზიდენტმა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, მე არ მახსენდება უკვე ერთი წელია, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტია, რომ რამე საკითხი დაეყენებიოს და ბოლომდე მიიყვანოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქართული სახელმწიფოში. პრემიერი კი თავს ვალდებულად თulis კვირაში მინიმუმ 3ჯერ, აი როგორც ალიყურს რო გამოუწერენ. ბავშვს აი ესე ალიყური მოსცხოს საქართველოს პრეზიდენტს. შეიძლება ესეთი იყოს, სხვადასხვა აზრი ქონდეს პრემიერს, სხვა აზრი ქონდეს პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით და რაღაც ასეთ შეუთანხმებლობაც იყოს, მაგრამ ეს არ არის ის, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან მის ინტერესებს რაღაცნაირად ჭრილს აყენებს. საიდუმლო გრიფის შესახებ პრეზიდენტმა და პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ განცხადებები გააკეთეს. მთავარი პროკურორის თქმით, ორჯერ მიმართვის მიუხედავად გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს გრიფის საიდუმლო არ მოხსნა. პრეზიდენტმა გრიფის მოხსნის გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღო.